მოგესალმებით სტუდია თრიალეთიდან მე მისი წამყვანი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ქალბატონი ლია ბეგლარაშვილი, ისტორიკოსი. მადლობა მობრძანებისთვის, დროის გამონახისთვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა კასპიის მუნიციპალიტეტის კულტურულ-ისტორიული ცხოვრება, როგორი იყო ადრე, როგორია დღეს და როგორი უნდა იყოს. პირდაპირ კითხვით გადმოვალ, თუ შეიძლება პატარა ექსკურსი გავაკეთოთ, ისტორიულ-კულტურული ექსკურსი გავაკეთოთ კასპიის მუნიციპალიტეტის თავიდან ამით დავიწყოთ. ვიდრე კითხვას გავცემდე პასუხს, მანამდე დიდი მადლობა აქ მოწვევისათვის, თუნდაც იმიტომ, რომ ღირსაც ჩაგთვალეთ კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა ამ სტუდიას, რომ ერთხელ კიდევ უნდა გავიხსენოთ კასპიის რაიონის ისტორიული წარსული. მოკლე ექსკურს გავაკეთებდი კასპიის მუნიციპალიტეტზე, ანუ კასპიის ქვეყანაზე, ქვეყანა, როგორც ძველად კასპს უწოდებდნენ. მისი საზღვრები ციხიაგორადან, კავთისხევიდან, დაახლოებით მცხეთის, დღევანდელი მცხეთის სასაზღვრო ზოლიდან, გორის უფლის ციხეც, ჩრდილოეთით და სამხრეთით დღევანდელი რაიონის სასაზღვრო ზოლი, რასაც მოიცავს, კასპიის ქვეყანა ერქვა მაგას, ანუ დღევანდელი მუნიციპალიტეტი. თუმცა დღეს ეს საზღვრები დარღვეულია, უფლის ციხე გორს ეკუთვნის, მაგრამ ციხიაგორა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ერთეული და წამყვანი ერთეული რაიონისთვის, ისევ კასპიის მუნიციპალიტეტში შემოდის. მოგეხსენებათ, კასპი ისტორიული ქალაქია, უძველესი ქალაქია. იგი იხსენიება ძველი ქალაქების ანტიკურ ქალაქთა რიცხვში, როგორიც არის ოძრხე, ცხეთა, უფლის ციხე და კიდევ უფრო იმაზე ადრინდელი. დღეს ვიცით, რომ მთელი ამბებია ატეხილი იგუეთში, იგუეთთან ახლოს გრაკლიანის გორასამარხების და არქეოლოგიური გათხრების შემდეგ, რომ შეიძლება აქ აღმოჩენილმა იმ პატარა ფილაზე წარწერა მთლიანად შეცვალოს მთელი მსოფლიოს დამწერლობით. ეს ფრაზა ხშირად გვესმის და ბევრი კითხვები გაჩნდა. კონკრეტულად რამ შეიძლება, რა მნიშვნელობის არის თუ შეგიძლიათ? რა მნიშვნელობის ამან ისტორია შეიძლება შეცვალოს ჯერ კიდევ მკვლევარების მოლოდინში დუმან. არქეოლოგები ისე მუშაობენ ამ საკითხზე, წინ გაუსწრებთ. ყოველი შემთხვევაში მე როგორც ისტორიკოსი მივედი ერთ დასკვნამდე, ჩემთვის საკვლევი თემა იყო მთლიანად კასპიის რაიონი. ერთ პერიოდში დისერტაციას ვაკეთებდი და ამდენად ყოველი მისი გოჯი მიწა უნდა შემესწავლა, ყოველი მისი ტოპონიმი, არქეოლოგიური გათხრები, მისი კულტურულ-ისტორიული მიმოხილვა უნდა გამეკეთებინა და რამდენადაც საარქივო მასალებზე მუშაობდი, იმდენად ყველა საკითხი რაღაცნაირად დავინტერესდი და მინდოდა თუ არ მინდოდა, მაინც ბოლომდე მივედი. ძალიან საინტერესო, აი მთელი ისტორია თითქმის და თითქმის მთელი რაიონის, აი ბოლნისი ისტორიული ძეგლებით არის ყველაზე მდიდარი, მაგრამ კასპიის რაიონში იმდენი აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური მასალა გვაქვს. იმდენი კულტურული ძეგლი გვაქვს, რომ რამის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ წარწერის გარდა, რასაც იქ ჯერ კიდევ გასაშიფრია და მკვლევარები და გერმანელი სპეციალისტები არიან ჩართული და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომ ეს იეროგლიფები გაშიფრონ, ამდენად ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კასპიის რაიონიდან იწყებოდა ცივილიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ კასპი ანტიკურ ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება და საერთოდ ქართული კულტურა შუმერიდან და აქადიდან მოდიოდა, შეიძლება ამის მერე ისიც ვთქვათ ბრჭყალებში, რომ ქართული კულტურიდან მოდიოდა შუმერი და აქადი. ეს ცოტა აღნიშნავს, ძალიან საინტერესოა. ამდენად ქალაქი ძალიან მაღალ დონეზე იყო, ძირითადად კასპის არქეოლოგიური მასალა მეტყველებს, რომ კასპი იხსენიება არქეოლოგიური ძეგლები მეტყველებს, რომ კასპი შუა და გვიანი ადრე ბრინჯაოს გარკვეული ნაწილი, მაგრამ შუა და გვიანი ბრინჯაოს და ადრე რკინის ხანის ძეგლებია. კასპში აღმოჩენილი არის დიონისეს ქანდაკება.
ეს უკვე ბერძნული ახალშენების და ბერძნული კულტურის ბატონობის ხანაზე მეტყველებს. სულ შემთხვევით აღმოჩენილი დიონისეს ქანდაკება 25 სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება, რომელიც ვერცხლის თვალებით, ბრინჯაოში ჩამოსხმული, აკიდო, ანუ ყურძნის მტევნებით, ესე მორთული და მოკაზმული და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთადერთი აი ამ სახით მოცემული კასპის რაიონში აღმოჩენილი. ესე იგი, აქ უკვე ბერძნულ ცივილიზაციაზე, რა თქმა უნდა, ბერძნულ ცივილიზაციაზე, რა თქმა უნდა, კლასიკურ ცივილიზაციაზე და კავშირზე ალბათ ქართული. რა თქმა უნდა, ქართული კულტურის ისა მაშინ როცა ახალშენებს არსებდნენ ხოლმე ბერძნები, ნუ უკვე კავშირი გვაქვს ბერძნულ ცივილიზაციასთან. კასპი იმდენად მაღალ დონეზე იყო კასპში იმდენად მაღალ დონეზე იყო განათლება და კულტურა, რომ აქ მეფეთა შვილებიც იზრდებოდნენ და ერთ-ერთი მეფის ვახტანგ გორგასლის და მირანდუხტი კასპში აღსაზრდელად ჩაუბარებიათ. კასპს თავისი სპასალარი წყოლია, კასპს თავისი ციხეც ქონია, თუმცა ის უფლოსის ცხეთოსის ძემ უფლოსის დაარსებულია. ანუ კასპი მითიური წარმოშობისაც არის. თვითონ სახელის წარმოშობაზეც ჩემი ვარაუდით, ეხლა ჯერ ეს არ არის ბოლომდე მიტანილი და დადგენილი, მაგრამ რაღაცნაირად უნდა მოდიოდეს ასპიტიდან უნდა მოდიოდეს. ნუ ეხლა რამდენიმე ვერსია არსებობს, ხალხური თქმულებაც არსებობს, რას ნიშნავს ასპი, მაგრამ აი სწორედ იგუეთის გათხრებიდან დავიწყეთ, იგუეთის ისე მკვლევარები ამბობენ, რომ ასპი უნდა ნიშნავდეს ფილაქვას, რაღაცა ქვა, რომელიც შეიძლება თვითონ კასპის მდებარეობა განსაზღვრავდა ამას და სახელის წარმოშობაც ეგეთი ვერსია. ნუ ხალხური თქმულება ძალიან ბევრს გვეუბნება, მაგრამ ჯერ კიდევ არქეოლოგების და მკვლევარების მოლოდინში დუმს ჩვენი არქეოლოგიური გათხრები და რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა გათხრები, ეს იყო ხოვლეგორა, თვითონ ივანე ჯავახიშვილიც რომ მუშაობდა ხოვლეგორას გათხრები, ციხიაგორას გათხრები, ძველი წელთაღრიცხვის, ანუ რომაელების შემოსვლა პირველ საუკუნეში ხომ იყო, რომაელების შემოსვლამდე, რომ იქ ხორბლის წიბწები აღმოჩენილი, ღვინის მარანია აღმოჩენილი, ეს პატარა არნიშნავს მევენახეობის, მეფუტკრეობის, მესაქონლეობის და რა ვიცი, ყველა კულტურული სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარებაზე მეტყველებს. ეს კიდევ ვიმეორებ ცოტას არნიშნავს. მაგრამ არა მარტო გრაკლიანის აღმოჩენა, არსებობს ბევრი ადგილი, სადაც კასპში კიდევ ანუ კვლევარების აუცილებელია კვლევარების ჩართვა, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ანტიკური ქალაქია და თავისთავად ყველაზე ადრინდელი ეპოქის, ანუ ქვის ხანის პირველ ყოფილი თემური წყობილების დროინდელი ადამიანის ჩონჩხია აღმოჩენილი კასპის რაიონში დოესთან ხოვლის მიდამოებში. ახლა ხოვლეგორას არსებობა, უფლის ციხის არსებობა ცოტას არნიშნავს. კავთის ხევთან ახლოს იქ ციხიაგორას არსებობა, აღაიანის. მერე რადგან მოკლე ექსკურს ვაკეთებთ, იქ უკვე აღაიანის გათხრები არქეოლოგიური ყორღანები, გათხრილი სამარხები, მაგრამ თუნდაც მირიან მეფეს რომ იქ დაუბნელდა ის თოთის მთაზე და ისა თვითონ თოთის არქეოლოგიური გათხრები. ანუ ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კასპი ძველი ქალაქია და მთლიანად მუნიციპალიტეტში შემავალი, მაგრამ ჩვენთვის რა არის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა წარსულში, ჩემი მუზეუმში მუშაობის პერიოდში ძალიან ბევრ მასალას თვითონ მეც მიმიღია მონაწილეობა ამ გათხრებზე და ძალიან უამრავი მასალა აღმოჩენილი და ძალიან საინტერესო და ზოგი კასპის მუზეუმშია დარჩენილი, ზოგი სახელმწიფო მუზეუმშია, ხელოვნების ნიმუშები, ვარდულები, ნუ ოქროს შესანახი, ოქროს ნივთების, რა თქმა უნდა, კასპის მუზეუმში არ იყო საშუალება და არ იყო სათანადო დაცვა და გადატანილია უფრო შესაბამის მუზეუმებში. მაგრამ პრობლემა რა არის, რომ არქეოლოგიური გათხრები
დაკონსერვებულია თითქმის რაც იმ პერიოდისთვის აღმოჩნდა და ის მასალა იყო გამოკვლეული ჯერ კიდევ ცქიტიშვილის, მალხაზ ბარამიძის არქეოლოგების მონაწილეობით და მათი ხელმძღვანელობით რომ ხდებოდა გათხრები. დღეს დაკონსერვებულია და ვინც ის კიდევ რამდენი რამე ინახება კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის მაშინდელი კასპის ქვეყნის მზის ქვეშეთში კიდევ და რა შეიძლება კიდევ უცებ რომ მეხის გავარდნასავით ასეთი რაღაც გახდეს ცნობილი. რა არის ამისთვის რა გასაკეთებელი რომ ინტენსიურად მიმდინარეობდეს ეს მოკვლევები? აუცილებელი არის დაფინანსება და ჩვენთვის რა არის იცით რაიონის პრობლემა. მე გარკვეულ წლებს მუზეუმში ვიმუშავე და ეს ძალიან კარგად ვიცი გარდა იმისი რომ ისტორიკოსი ვარ, მე უნივერსიტეტმა ძალიან ბევრი მომცა, მაგრამ პრაქტიკამ უფრო ბევრი მომცა კასპიის ხელმძღვანელობის მუზეუმში მთელი წლების განმავლობაში მუშაობდი. მთელი ექსპედიციები იმართებოდა ხოლმე იგივე წალკის, თრიალეთის სხვადასხვა ნასოფლარების არქეოლოგიურ ექსპედიციებში ვის ინიციატივით ხდებოდა თვითონ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და აფინანსებდნენ ექსპედიციებს და თანამშრომლები მიღებდით ხოლმე მონაწილეობას, მაგრამ შეიძლებოდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება უნივერსიტეტის მხრიდან, არქეოლოგიური ცენტრის მხრიდან და ამაში ჩვენც ვიღებდით ხოლმე მონაწილეობას. უფრო ნათელი რო იყოს მაყურებლის ამ ექსპედიციები რას მოიცავდა? რას მოიცავდა? თვითონ არქეოლოგიურ მასალას სწავლობდით იმ ადგილს, სადაც აღმოჩნდა, წალკამდე თრიალეთზე რამდენიმე ექსპედიციით გადასული ვართ აი კლდეკარზე. ეხლა კასპის რაიონი მოგეხსენებათ რომ კიდევ ვამბობ რომ დიდი ისტორიული წარსულის მქონეა, თითქმის არც ერთი ომი, არც ერთი ქარტეხილი ისი არ ყოფილა საქართველოს თავზე დატეხილი რომ კასპის რაიონს არ შეხებულა. ბუნებრივიც იყო და ქართლშია და თავისთავად სავაჭრო საქარავნო გზაც გადიოდა და აი ამდენი ბრძოლები და ამდენის თვითონ ის კულტურის ცენტრები რომ მაშინ არსებობდა ისტორიულ კულტურული ძეგლები, სამთავისი, ქვათახევი, ერთაწმინდა, იკვი და ყველა ეს დიდი მონასტერი სოფლიო ხუთეულში 12 ძეგლი არის შესული სოფლიო მნიშვნელობისა და აქედან 5 კასპის რაიონში. ეს წარმოადგენდა არა მარტო როგორც ისტორიულ ძეგლს, არამედ წარმოადგენდა როგორც კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრს. აი, ქვათახევში მაგალითად აღმოჩენილი არის ერთ-ერთი ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ვერსია, გადაწერილი ვერსია ის მსგავსი თუ არის სადმე კიდევ ანუ რამდენიმე ახლა გადაწერილი ხდებოდა ხოლმე ერთ-ერთი არის ქვათახევში აღმოჩენილი. იქ ცნობილი მწიგნობრები მოღვაწეობდნენ სამთავისშიც და ქვათახევშიც. მაგრამ აი თვითონ ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ ეს ისტორია და ამას სხვა მოფრთხილება და სხვა რა თქმა უნდა პატივი ისევ ექსპედიციებს რომ დაუბრუნდეთ რას მოიცავდა ანუ ეს იყო ისწავლილი თუ გულისხმობდა თავისთავად არქეოლოგიურ საფლავის ქვებსაც კი სწავლობდით საფლავის ქვებს არა არქეოლოგიურ მასალა თავისთავად ეხლა იმას პერიოდს დაადგენდნენ და არქეოლოგები და ის ეხლა ის სფერო კიდე სხვა მაგრამ ჩვენ როცა ამ არქეოლოგებთან ერთად ვატარებდით ექსპედიციებს და მივდიოდით შესასწავლად ჩვენ ტოპონიმებს სწავლობდით ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს ვიწერდით აი მთის მოსახლეობაში განსაკუთრებით ეს სხვანაირად არის სხვა რამეა აქ გაბნეული და მივიწყებული იგივე ნასოფლარების ისტორიებს სწავლობდით ზოგიერთ სოფელში და ნასოფლარში ერთი კომლი იყო დარჩენილი და ისა ანუ ეს უკვე სამომავლოდ აი გოსტიბეს მაგალითად გოსტიბე რამდენჯერმე დაიცალა და გოსტიბეობაც და სოფლის აღდგენის დღეც კი ჩატარდა დიდი დღესასწაული უამრავი სტუმარი იყო ჩამოსული და ეს მაშინდელი რაიონის ხელმძღვანელობით და იმედის ტელევიზიამ გააკეთა ერთობლივი ღონისძიება
აქ თავიდან 3-4 კომლი იყო, ისინიც წავიდნენ იმ პერიოდში, დაიცალა სოფელი და იმისთვის რომ ადგილზე დასაქმებულიყო, ადგილზე ისევ დაბრუნებულიყო, ახალ სამგორში გადასახლდა, იქიდან მოსახლეობა იქვე არის ზირთა, საბოლია, არის გარშემო სოფლები. აი რაღაცა ერთ ბანაკად ვცხოვრობდით, ერთ სოფელში, ნასოფლარში ვცხოვრობდით და დანარჩენი ყველა იმ ძეგლის ისტორიას ვსწავლობდით და მოგეხსენებათ 350 აღრიცხული ძეგლი არის ჩვენთა რაიონში და რაოდენობას ვერ გეტყვით, რამდენია აღურიცხავი. ყოველთვის რაღაცა არის ნიშები, არის ამას ყველა სხვა სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა და თავისთავად ახლა ყველაფრით საინტერესო იყო. მინდა გკითხოთ, გარდა იმისა, რომ ფინანსური პრობლემა და აქამდე მივდივართ, კიდევ ამის გარდა რა შეიძლება კეთილინება იყოს ვიღაც, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ წამოიწყოს ვიღაცის ინიციატივები და ისევ გასაგებია, აი წინა პლანზე წამოვიდეს. იმასთან დაკავშირებით, რომ იყო ხოლმე ქველმოქმედება, სწამდათ რაღაცა ისა, რომელიმე ძეგლს ერთ-ერთი რომელიმე ბიზნესმენი აიღებდა რაღაცა სამეთვალყურეოდ, ჩადებდა გარკვეულ თანხას. დღეს ამას ვეღარ ვხედავ. ელემენტარულად რაც აგვაქვს ჩვენ ისტორია შემოგვინახეს, რა თქმა უნდა და აქამდე მოგვიტანეს ის, მაგრამ დღეს ხო უნდა შევინარჩუნოთ ის, რაც აქამდე მოვიდა. აი ელემენტარულად ძალიან გული მტკივა და რამდენჯერმე სოციალურ ქსელშიც ცოტა ავახმაურე, მაგრამ ბოლოს არავინ არ გამოდგა ისეთი, რომ თუ თავიდან თუ გამოიგეხმაურნე. პირველად გამომეხმაურნენ, აი მაგალითად ნუ მიწყენს ახლა აი მამაო ერთაწმინდაში ჩუქურთმა გამოუნგრევია ერთაწმინდის ტაძრის ერთ-ერთი ჩუქურთმა და ღუმელი დაუდგავს შიგნით და მილი არის გამოტანილი და მთლიანად არის გამურული, გაშავებული. აი იცით რა არის, პატარა ნაკაწრიც უკვე ჩვენ გულზე ნაკაწრია ხო? აი ესეთი რამე როგორ შეიძლება კაციშვილმა ამას ყურადღება არ მიაქცია. რამდენჯერმე დავწერე, რამდენჯერმე ვთქვი, მაგრამ ეხლა რა არის იცით, ეს მარტო ძეგლთა დაცვამ არ უნდა იზრუნოს, თბილისმა არ უნდა იზრუნოს, ჩვენ ადგილზე რო ვართ, ყველა უნდა გაუფრთხილდეთ და ყველამ უნდა მოვიტანოთ იქამდე. რად უნდა რკონის სამონასტრო კომპლექს სხვისი ხელი, როცა შეიძლება რომ ნაპირ გამაგრებითი სამუშაოები ჩვენ თვითონ ჩავატაროთ, ხო? რამდენჯერმე ავტეხი ამაზეც ამბავი, ახლა უბრალოდ გული მეტკინა იმაზე, რომ აი იცით რა, ერთი პატარა რყევა შეიძლება, ან კიდევ ერთი თეძმის მოვარდნა მთლიანად და რკონის სამონასტრო კომპლექსი ჩატანილი იქნება, ან კი როგორ ადგას, მთლიანად ჩახრამულია და ჰაერშია გაჩერებული რკონის ეს მონასტერი. ჩააყენეთ ადგილობრივი შესაბამის სამსახურები თუ სამინისტრო. ადგილობრივ სამსახურში დავწერე და იქ წაიკითხეს და დაუპოსტე კიდევაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ეს ინგრევა, ფუჭდება შეიძლება. ჩვენი რაიონი სამრეწველო რაიონია. ამდენი ცემენტია, ამდენი კირქვა, ამდენი მასალა, სამშენებლო მასალა. რად უნდა ამას ერთი სერიოზული ნებართვა უნდა სპეციალისტის ჩამოსვლა, რომ თვითონ კომპლექს არავინ არ შეეხოს და ნაპირი რომ გაუმაგრდეს და ისა თუ არა და მიწა ჩაიტანს მთლიანად და დავკარგეთ ესეთი უნიკალური კომპლექსი, როგორც არის რკონის სამონასტრო კომპლექსი. ამას კეთილინება უნდა ადამიანების, მაგრამ რატომღაც იცით რა არის, კეთილინების გარდა უნდა ადრე იყო მასში საჯარო სამსახურში იყო ძეგლთა დაცვის სპეციალისტი. ნუ ეხლა იყო, ეხლა აღარ არის. ნუ გააუქმეს. ეს რაიონის ამბავი არ იყო, ზემოდან იყო მითითება, მაგრამ გააუქმეს იმიტომ, რომ უნდა ტურიზმი ჩამოყალიბებულიყო და რაღაცნაირად ის, მაგრამ იცით რა არის? ფიზიკურად რატო არ იყო საჭირო, მე არ ვიცი. ან სანამ ჩამოყალიბდებოდა რა უშლიდა ხელს, როცა კულტურის ორი სპეციალისტი ემსახურებოდა კულტურას საჯარო სამსახურში და ძეგლთა დაცვას და სამუზეუმო სპეციალისტი არ იყო ამ დროს. იცით რა არის? გამგებელი და მოადგილე და ის ყველა ესენი თვითონ დამოუკიდებლად ვერ გააკეთებენ, რა თქმა უნდა, ამას სპეციალისტი უნდა აუცილებლად. სპეციალისტი ან უნდა მოიწვიო, ან უნდა ყავდეს, ხო? მაგრამ რომ მოიწვიო, ხომ აქედან უნდა დააყენოს საკითხი, რომ ეს
ანუ პრობლემა კი, უნდა ხონდა დადგეს აყენო პრობლემა. თბილისთან, რომ აი ეს არის პრობლემა და ის, მაგრამ ფაქტიურად ეს პრობლემა ვერ დადგა და ვერ დავინახე. რა ვიცი, კიდევ და კიდევ აი თბილისის მოლოდინში არიან და ახლა ის თბილისი რამდენს გაწვდება, ხო? ის ძეგლთა დაცვა რამდენს გაწვდება. ხომ შეიძლება რომ ჩვენი ხელებით ისე რომ არაფერი არ გაგვივიდეს ხარჯი? სამწუხაროდ უნიკალური ძეგლია, უნიკალური სრული პასუხისგებლობით ვამბობ ამას. კი. ისე რომ თქვენ ზოგადად ცნობილია, თქვენს კარგად დაახასიათეთ კასპიის მუნიციპალიტეტის კულტურული ძეგლები, მდიდარია კულტურული ძეგლებით. ტურიზმი რა მდგომარეობა, ასე ვთქვათ, არის თუ არა დამთვალიერებელი, როგორც შიდა ტურიზმი, ისე უცხოელი დამთვალიერებლები, თუ არის ინტერესი, ან იყო თუ არა მანამდე. კი, აი მე როგორც მუზეუმში ვმუშაობდი, მაშინ სხვა ვალდებულებაც იყო, აი ბავშვის აღსაზრდელად. ეს რა პერიოდია, თუ შეგიძლიათ გითხრათ? ერთხანს სკოლაში ისტორიას ვასწავლიდი და საბჭოთა კავშირის ისტორიას ვასწავლიდი, საქართველოს ისტორიაზე შევდიოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ საათები ცოტა ნაკლები იყო ხოლმე საქართველოს ისტორიის და როცა უკვე პირველი ჩემი გაკვეთილი, ისტორიის გაკვეთილი იყო ხოლმე ჩემი სოფლისა, ჩვენი სოფლისა, ჩვენი რაიონისა ისტორიით, იცით ვიწყებდი. ბავშვმა ჯერ უნდა იცოდეს საკუთარი სახლის ისტორია, თავისი გვარის ისტორია, თავისი სოფლის ისტორია, თავისი რაიონის ისტორია, ქალაქის ისტორია და მერე თუ პარალელებს გაავლებს, მერე უკვე თავისთავად ეს არის საქართველოს ისტორია. საქართველოსთან კავშირში მერე მსოფლიო ისტორია, რა თქმა უნდა, ისა. მე ყოველთვის ამ ინიციატივით გამოვდიოდი, რომ ჯერ მხოლოდ საკუთარი იქ, სადაც ცხოვრობ. ის ადგილის დედა უნდა შეისწავლო, სადაც ცხოვრობ, სადაც მოღვაწეობ და დანარჩენი თავისთავად მოვა. აი და მაშინ ბავშვებს აუცილებელიც იყო რომ კასპიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოეყვანათ ბავშვები, ჩვენც გავდიოდით სალექციო კურსი ქონდა ძეგლთა დაცვისა, თითოეულ ძეგლის ისტორიებს ვაკეთებდით, გვარების ისტორიებს. ეს უფრო ცოტა სხვა ინტერესი წევდა, იცი, ბავშვებშიც და ადამიანებშიც. სკოლებიდან ყოველთვის იყო ხოლმე რომ თითოეული კლასი გეგმიურად ყოველ კვირა მუზეუმს, სამუზეუმო გაკვეთილებს ატარებდნენ. ეს ცოტა სარაძლევს ბავშვს. აქედან იწყება ეროვნულობა. უნდა იცოდეს საკუთარი რაიონის ისტორია, უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, მხედველობითი, როცა აქვს განვითარებული და ის უფრო მეტად, რასაც დაინახავს, ის უფრო მეტად აღიქვავს და ის ამით უნდა დავაინტერესოთ ის ბავშვები და კიდევაც უნდა ისა. მე ვეღარ ვხედავ, მე მუზეუმში აღარ მუშაობ, მოგეხსენებათ და აღარც კულტურაში აღარ მუშაობ, მაგრამ მოგეხსენებათ, მე ვერ ვხედავ ასეთ სწრაფვას, იგივე ის. 5 მუზეუმია, 5-ია მე მგონი, ახლა რაოდენობაში თუ არ შემეშლება. კასპიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დედა მუზეუმი 1960 წლიდან არსებობს. მე ჩვენი იმ ესეც ისტორიული ძეგლები, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი, ორბელიანთა სასახლე მუზეუმი ლამისყანაში, გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი და ასე და ასე, ესე იგი, იმდენი გამოჩენილი ადამიანი ყავს, იმდენი მწერალი იმდენი პოეტი ყავს, რომ ალბათ შეიძლება თითო სოფელში და თვითონ ქალაქშიც რამდენიმე მუზეუმის არსებობაც კი განსაზღვროთ, მაგრამ ტურისტული რუკის გაკეთება შეიძლება. რა თქმა უნდა, ახლა მე მუშაობდი ტურისტულ რაიონი ტურისტული გზებით და ბილიკებით, ისე რომ აი პატარა ბილიკიც კიდე ისეთ აღმოჩენასთან მიგვიყვანს და ისეთ ძეგლთან მიგვიყვანს, რომ აი პირდაპირ საოცარია და ამდენად იცით რა არის, თან ქართლია მცხეთიდან შემოსული ტურისტი აუცილებლად გორში რომ ჩამოვა, უნდა კასპი გამოიაროს, უნდა არ უნდა იგუეთის მხარეზე წავა, უკვე გრაკლიანის გორას უნდა შეხედოს ესეც. აქეთ წამოვა ბატონო ჩემო და მერე უკვე სრულიად საქართველოს ყოფილი პატრიარქი ეფრემ მეორე დოესიდან იყო და მისი სახლ-მუზეუმი გაკეთდა იმ ადგილზე, სადაც დაიბადა და გაიზარდა ეფრემ მეორე.
ესეც შეიძლება ტურისტულ მარშრუტში ჩაერთოს. მერია და აქეთ გამოსვლით ატენისიონი და თვითონ დოესშიც რამდენიმე ძეგლია, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარზე აღარაფერს ვლაპარაკობთ, რომ ასეთი პატარძალივით დგას და გინდა არ გინდა კასპიიდან როცა გამოხვალ და გორის მხარეს დაუყვები, უკვე აუცილებლად უნდა შეხედო და უნდა შეიარო. აი რამდენი და იმის გარდა რომ ეს დიდი ძეგლები დავახასიათე ბატონო ჩემო და რამდენჯერმე აღდგენილი, რამდენჯერმე დაქცეული, მაგრამ მაინც ისევ ფეხზე დგას და მაინც ისევ თავიანთ ღაღადებენ ისტორიას და არა მარტო თავიანთ ისტორიას, არამედ მთლიანად საქართველოს და რაიონის ისტორიას. გარდა იმისა, რომ ხალხი გაეცნობა საკუთარ ისტორიას, ეს ახალგაზრდები თუ ზოგადად უცხოელი თუ ადგილობრივი, რას მოუტანს ეს თვითონ რაიონს, მუნიციპალიტეტს? რა თქმა უნდა, ეხლა ნებისმიერი, იცი, ქართველისთვის არ ვიცი, საკუთარს ვერ უფრთხილდებიან ადგილზე, მაგრამ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტურისტი ნებისმიერ ძეგლზე სულ მცირე $100 მაინც გადაიხდის, ოღონდაც ეს ღირებულება ნახოს. ჩვენ ვერ ვაფასებთ ადგილზე ამ ყველაფერს, თორე უცხოელი ყოველთვის და შეიძლება ცრემლებამდეც კი მივიდეს იმდენად მიუხედავად იმისა, რომ იცის მისი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, თუ იცის მნიშვნელობა, მაგრამ თუ არ იცის, მაინც უფრო. აი ეს ქვა, ეს მისი ფასადი, ყველა ეს ნად არ ვიცი, ეს არის რაღაცა სასწაული და ეს არის კლასიკა. სახლ-მუზეუმები რა მდგომარეობაშია? მე ვიცი მიწევს ხშირად მონახულება, შემოუჩივლიათ კიდეც არის სავალალო მდგომარეობაში. ის რაც ახალად მოხდა რეაბილიტაცია, რა თუნდაც იგივე ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ლამისხანაში. რამდენიმე ეხლა დღეს ამ ყველაფერს ახლებური მიდგომა უნდა. აი ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში ერთ-ერთი იმედის გმირი იყო ქალბატონი ზიზი თორთლაძე, აი გოსტის აღდგენაზე რომ მუშაობდა და მან ზიზიმ ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში პროექტი ჩამოაყალიბა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ღია ფონდი საზოგადოება საქართველოს დააფინანსა და მედიათეკა გააკეთა. აქ ისე გაიშალა ეს კულტურული ცხოვრება ბავშვებისთვის, ეს წიგნები შემოიტანა. ნუ დღესაც 2 წლიანი პროექტი იყო, ინტერნეტით შეიყვანა, ყველაფერი შეიტანა და აი კიდევ ერთხელ ის შეკრებები, ის პატარა შეხვედრები, პატარა რომ დიდად ძალიან მნიშვნელოვანი, უკვე ისევ მოთხოვნილებად გადაიქცა, რომ ბავშვები იმ პროექტიდან დაწყებული დღესაც იგივე პროექტით აგრძელებენ, თუმცა ქალბატონი ზიზიმ ჩააბარა ყველაფერი ეს ადგილზე და თვითონ რა თქმა უნდა ესე, მაგრამ თვითონ რაიონმაც ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს. დღეს არ ვიცი, ახლა მე არ ვარ ჩახედული ის მაინც უნდა გაყონის გარკვეული თანხა, ცოტა კი ლიტაცია მე მესმის ინფრასტრუქტურა რაღაცა, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია, იმიტომ რომ ჯერ უნდა იყოს მუზეუმი აღდგენილი, იცით, ისა აი ახლა ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს მოვიყვან ისევ მაგალითად რამდენჯერმე სოციალურ ქსელში წავიკითხე და ძალიან გული მეტკინა, რომ იატაკი ჩანგრეულია. ნუ ალბათ რა ვიცი, ახლა არჩევნების პერიოდია, მზადება და გადაც სამრეკლამო ჭრაზე გავალ და ისევ დაგიბრუნდებით. დროებით და გემშვიდობებით. ახალი ბავარიული ლუდი ნამდვილი მეგობრებისთვის. გორის ავერსის კლინიკის სტომატოლოგიური სამსახური გთავაზობთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თერაპიულ, ორთოპედიულ, ქირურგიულ სტომატოლოგიაში. მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, უახლესი სამედიცინო აპარატურა, სტერილიზაციის თანამედროვე სტანდარტები უზრუნველყოფს უსაფრთხო და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. მოგწადეთ, ფასები ხელმისაწვდომია.
ავერსით გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. სავსაცხოვრებისთვის შავი არგო თუ თქვენ აპირებთ ქვეყნიდან გასვლას, მაგრამ არ ფლობთ საკმარის ინფორმაციას საჭირო დოკუმენტებისა და პროცედურების შესახებ. თუ გაინტერესებთ ინფორმაცია, დანიშნულების ქვეყანაში უცხოელებთან დაკავშირებით მოქმედი სამართლებრივი რეგულაციების შესახებ. თუ გსურთ იცოდეთ მეტი ემიგრაციაში მოსალოდნელი სირთულეების შესახებ, ან თუ უკვე იმყოფებით საზღვარგარეთ, მაგრამ არ გაქვთ სათანადო სამართლებრივი სტატუსი და დოკუმენტები, რაც ხელს გიშლით საკუთარი უფლებებით სარგებლობაში. თუ თვლით, რომ ხართ ძალადობის მსხვერპლი და გსურთ გაიგოთ საკუთარი უფლებების შესახებ, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ უფასო კონსულტაცია ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის კვალიფიციურ იურისტებთან, როგორც ოფისში მისვლით, ასევე დისტანციურად. ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევს როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში დისტანციურად, კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ოფისების დახმარებით. ინფორმაცია თქვენი უფლებების შესახებ თქვენი თავდაცვის იარაღია. ეწვიეთ კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ცენტრს თქვენ სოფელში, ან დაგვიკავშირდით. პროექტს ახორციელებს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. Lighthouse-ი გთავაზობ ევროპული ბრენდების განახლებული კოლექციის ფართო არჩევანს. ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 18-თვიანი უპროცენტო განმარტებით. გვეწვიეთ წერეთლის ნომერი 116. ულტრათანამედროვე, მრავალპროფილური, ISO სტანდარტის კლინიკა N-Medici გთავაზობ სრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურებას. თვალის, ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლის ყრუს ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია და ენდოკრინოლოგიური სტაციონარი. კლინიკა N-Medici, კლასიკური მედიცინა პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება. იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი. აკრიფე CESCO წერტილი G. გადაამოწმე მონაცემები ამ მომრჩეველთა ერთიან სიაში. შეიყვანე პირადი ნომერი, შეიყვანე გვარი, გაიარე უსაფრთხოების ზომები. როქის საშუალებით ნახე თუ სად უნდა მისცე ხმა არჩევნების დღეს. გადაამოწმე მონაცემები კომპიუტერის, მობილურის და პლანშეტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, სიაში ცვლილებების მოთხოვნა შესაძლებელია 22 სექტემბრამდე. CESCO დემოკრატიის სერვისი. სიახლე, სამთვიანი ფასდაკლების აქცია მორბენას ტრიქონზე. 3+1. ყოველი მეოთხე დღე საჩუქრად. შეუკვეთეთ განცხადება მორბენას ტრიქონში. რამდენ 3 დღესაც შეუკვეთავთ, იმდენი მეოთხე დღე გავა უფასოდ. აქცია უკვე დაიწყო. კაფე საკონდიტრო ტორტინო გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის უგემრიელეს ტორტებს, ნამცხრებს და სხვა მრავალი სახის ტკბილეულს. აქვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ სხვადასხვა სახის სადღესასწაულო ტორტი და ნამცხვარი. გვეწვიეთ ახლავე, თქვენ გელით სასიამოვნო გარემო და საუკეთესო მომსახურება. მოგბრძანდით და ტკბილეულთან ერთად იგებეთ უგემრიელესი ხაჭაპური და ჭახრაკინა. მიირთვით სხვადასხვა სახის ყავა, ჩაი, ცხელი შოკოლადი და სხვა. არგო შეივსე ცხოვრება. ყოველ შაბათს საღამოს 10 საათიდან ბესო ჩუბინიძე წარმოგიდგენთ. გადაცემას სკანერი. ცნობილები უცნობი კუთხით. ყოველ კვირას საღამოს 8-ზე
ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში. ცნობილი და უცნობი ხელოვანები. გადაცემაში ესკიზი. დავბრუნდით სარეკლამო ჭრიდან გამნაგრძობთ გადაცემას. ქალბატონო ლია, ჩვენ საუბრისას გამოიკვეთა სხვადასხვა პრობლემები. პირველი პრობლემად ყოველთვის სახელდება არა მარტო აქ, ყოველთვის ფინანსური პრობლემები. ვისაუბრეთ კეთილინების არარსებობაზე. ხშირად გვესმის, გვინდა არ გვინდა ასია კადრების სიმცირეზე, შესაბამისი სპეციალ, ვისაც ეს ეთკინება, ვისაც მოუნდება სურვილი რომ გააკეთოს ეს. რას გვეტყვით ამის შესახებ? თქვენ მე როგორც ვიცი, დიდი ხანი მოგიწიათ ამ სფეროში მუშაობა, თქვენ უკეთესად გეცოდინებათ, როგორი იყო ადრე, ახლა როგორ არის და რა პრიორიტეტები უნდა იყოს, როგორ უნდა დაისახოს. ისევ კადრებს რომ მიუტრიალდეთ, ანუ ეს საზოგადოებიდან ისმის ეს კითხვები ხშირად. პირველი თემაა კადრების საკითხი. რამდენჯერ პირადად მე მიფიქრია და ზოგჯერ ხმამაღლაც მithქვამს, რომ გაერთიანებაში თითოეულ IP-ში რომ 40 კაცია დასაქმებული. ყავის მის და სიგარეტის მოწევის გარდა რომ არაფერს არ აკეთებენ. ხო შეიძლება აქედან 40 თუ არ იქნება სპეციალისტი, 2 და 3 მაინც იყოს და მიხედოს იმ საქმეს. ძალიან გული მტკივა რომ არაპროფესიონალი კადრებია. ძალიან გული მტკივა რომ უდიპლომო კადრებია. ახლა დიპლომს არ გულისხმობ მე მხოლოდ ფარატინა ქაღალდს. მე დიპლომს გულისხმობ პროფესიონალს, განათლებულს, ის რაც ჩვენს რაიონს ჭირდება. ახლა ვერ ვიტყვი კასპიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ძალიან კარგი კადრია და მართლა პროფესიონალები არიან, მაგრამ აი სხვა IP-ებში აი კულტურის IP-ს შევეხები. კულტურის. ვისაც უშუალოდ ეხება ეს სფერო, უშუალოდ სამუზეუმო გაერთიანებას ეხება, სამუზეუმო გაერთიანებას, მაგრამ არ ვიცი, პრობლემა რაიონში ძალიან ბევრია კულტურის მხრივ. ეს ვისი ბრალია და რისი ბრალია, არ ვიცი, მაგრამ მე მგონია არაპროფესიონალი კადრების ბრალია. ვერაფერს ვერ ვეტყვი დანარჩენს, თავისთავად ეხლა 40 კაცის ხელფასი რო არ გაიწეროს. ხომ შეიძლება რომ 5 იყოს პროფესიონალი და ის დანარჩენი ცოტა სხვა მუხლში გადავიდეს და რაღაცა კულტურულ სფეროს მოხმარდეს. მე არ ვამბობ რომ კონცერტიც უნდა გაისწროს, იმას სხვა აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს, სხვა დანიშნულება აქვს, მაგრამ მაინც ისტორიულ კულტურულ ძეგლებზე და აი კულტურულ მემკვიდრეობასთან მაქვს საქმე. რატო უნდა ჩამოვიდეს თბილისიდან? უნივერსიტეტმა რატო უნდა გათხაროს და ჩვენი ნივთი რატო უნდა წაიღოს, როცა ჩვენ მუზეუმი გვაქვს და იქ შეიძლება რომ რაიონის მოსახლეობამ და რაიონიდან ბავშვებმა ნახონ და თბილისში არ წავიდნენ ჩვენი რაიონის ისტორიის სანახავად. ხომ შეიძლება ადგილზე გაკეთდეს. ეს მარტო ჩვენი რაიონის პრობლემა არ არის, ალბათ. ალბათ მთლიანად საქართველოს პრობლემა და ალბათ მივივალთ იმ დონეზე რომ რაღაცნაირად განსაკუთრებული ყურადღება მიეცეს. ხშირად ისმის ხოლმე, როდესაც მსგავს პრობლემებს დააყენებენ იგივე მედია, ვისაც გულის ტკივა. ყოველთვის ის შერენ ხელს ცენტრისკენ, რომ ეს კონკრეტულ სამინისტროს ეხება და ჩვენ არ შეგვიძლია და არა მიზნობრივი ხარჯა. მუნიციპალიტეტი ზოგადად ადგილობრივი ხელისუფლების თუ ადგილობრივი შესაბამისი ორგანოების სამსახურების ჩარევა რა მნიშვნელობა აქვს მათ? ადგილზე უნდა იცოდნენ პრობლემა. კიდევ ვამბობ, მე ყველაფერს თბილისი ვერ მოაგვარებს. თბილისი ყოველდღე არ უყურებს იმ პრობლემას. განათლების სისტემა სამინისტროზეა და თბილისმა ელემენტარულად სკოლაში რომ ფანჯარა გატყდება, თბილისმა უნდა მისცეს იმას თანხა, რომ ის მინა ჩასვა. ეს მაგალითისთვის. მაგრამ კულტურა ხომ რაიონის ბიუჯეტია, მუნიციპალიტეტია. კულტურა მარტო ცეკვა სიმღერა ხომ არ არის.
აგერ სპორტიდან ნამდვილი მიღწევები გვაქვს. სპორტი სხვათა შორის ძალიან კარგად მუშაობს. მუზეუმიც მუშაობს, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ის პრობლემა, რომ არქეოლოგიური გათხრება, ახლა 2 დღის წინ სოციალურ ქსელში წავიკითხე არსენას გამოქვაბულზე კასპში. ერთ-ერთი პარტიის ლიდერი აყენებდა აი ამ პრობლემას. ვიდრე მე მუზეუმში ვმუშაობდი, მანამდე 10 გარდაცვლილი მწერალი კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი გოგი ხორგუაშვილი სულ ამ საკითხს არკვევდა, დადიოდა თბილისსა თუ კასპში თუ ატალახებული ჰქონდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რაიონის ხელმძღვანელების კაბინეტები, რომ გაითხაროს იქნას შესწავლილი, იქნებ დაფინანსება მოგცეთ, იქნებ ის მარტო ექსპედიცია არ არის დაფინანსება, მაგრამ გასათხრელია კოწახურას მიდამოებიც, არსენას გამოქვაბულიც არის ვარაუდი იმაზე, რომ შეიძლება კასპი პირველი დასახლებული პუნქტი, როცა მანამდე აი ქვაბთა მშენებლობა როცა იყო, როცა უფლის ციხის ეს გამოქვაბული კვეთდა, ადამიანი კვეთდა იმ საჯარისო თუ საუფლო სამყოფელოებს, იქნებ კასპელი ადამიანიც იღებდა იქ მონაწილეობას და ეჭვიც არ არის, იმიტომ რომ ეს პერიოდი ქვაბთა მშენებლობის პერიოდს ემთხვევა. და საკითხი დააყენა ერთ-ერთმა, რომ გაითხაროსო და მოდი, წავიდეთ. ეს ბატონო ჩემო, საარჩევნოდ კი არ უნდა ხდებოდეს და პიარისთვის კი არ უნდა ხდებოდეს. მანამდე სად იყვნენ, სად არიან? იქნებ მართლაც ცუდი არ არის. მაგრამ იქნებ მანამდეც ყოფილიყო, რატო უნდა ველოდოთ იმ არჩევნებს და რატო უნდა ველოდოთ იმ გაპიარებას, როცა შეიძლება რომ მანამდე მივაქციოთ ყურადღება. იქნება რა საიდუმლო უნდა აგვიხსნას იმან და შესაძლებელი აქვს მნიშვნელოვანი იყოს როგორც არქეოლოგიური მიუხედავად იმისა, რომ არის რამდენიმე ვერსია თვითონ ქალაქი კასპი სად მდებარეობდა, პირველი დასახლებული პუნქტი გვაროვნული თუნდაც სად იყო, გორასამარხები აღმოჩენილია დღევანდელი პირველი სკოლის ტერიტორიაზე, დღევანდელი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ადგილზე აქ არის ისეთი მასალები აღმოჩენილი, რომელიც მის ისტორიას ღაღადებენ და ეს, მაგრამ არსენას გამოქვაბული არის აშურიანის ქედზე, კასპიდან დასავლეთის მიმართულებით და თუ კი გაითხრება ძალიან კარგია, მაგრამ რამდენად ახლა ესენი შეწვდებიან და ის, მაგრამ ეს ადგილობრივ დონეზე ესეთი რამე არ წყდება, თუმცა ჩართვა შეიძლება და შეიძლება მონაწილეობის მიღება ამ პრობლემისას ესეც პრობლემა. ანუ აი ჩემი თვალთახედვით, ჩემი ხედვით ფიქრობ, რომ ყველა არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც დაკონსერვებულია, აუცილებლად უნდა იქნეს შესწავლილი და კითხვის ნიშნებს მოხსნის კასპის ისტორიაზე და მთლიანად რაიონის. არ შემიძლია არ კითხოთ საახალხო დღესასწაულებზე, ასე დავარქვათ, რომელიც იყო რა შეგიძლიათ გითხრათ? დღესასწაულები რაიონში მისი ინიციატორი ისევ ბატონი გოგი ხორგუაშვილი იყო. იმიტომ რომ მოსახლეობისგან ისმის ამას ვაჟღერებ ყოველთვის მოსახლეობის კითხვებს. დღესასწაულს ეძახდნენ. იგივე იყო გოსტიბეობა სოფლის აღდგენის დღე, რომ ჩავატარეთ და კიდევ გავიმეორეთ ცოტა შეცვლილი ფორმატით. ლამისყანაში გურამიშვილობა, ივანე ჯავახიშვილობა ხოვლეში. ეხლა კასპობა და გორობა და ეს გასაგებია. მოგონილია და ის ვინ რა თვალით უყურებს და როგორ, მაგრამ ძალიან ბევრს გვაძლევს ეს წარსულში ეს დღესასწაულებს, აი ძალიან სერიოზულ ისტორიას გვაძლევს, იცით? თუნდაც ის კასპობა, თუნდაც ის გორობა სხვა ფორმითაც რო იყოს, ალბათ სხვა დატვირთვაც რო ქონდეს, არა მარტო გასართობი. რა თქმა უნდა, ახლა ეს ყველაფერი ისტორიაა და ახლა ვის როგორ ესმის და რანაირად ეს არ უნდა გადაიქცეს ღრეობად, რა თქმა უნდა. თორე ეს არის ერთი დიდი შეხვედრა, ხო? და წარსულის გახსენება, თუნდაც ჯავახიშვილის, თუნდაც გურამიშვილის ის, მაგრამ იცით რა არის დღეს საზოგადოება და სკოლის მოსწავლეები უფრო ძირითადად მიჭეჭული არიან სოციალურ ქსელებზე და ცოტა ნაკლებად, ცოტა კი არა და ეს მთელი პრობლემაა, რომ ბიბლიოთეკაშიც არ შედიან და
ნაკლებად კითხულობენ წიგნებს. სხვადასხვა ღონისძიებები შემოაბრუნებდა, ასე ვთქვათ, რეალობას. ეს ღონისძიებები გარკვეულ გადაცემის ბოლოსკენ მინდა კითხოთ, რა უნდა იყოს პრიორიტეტი, არა მარტო კასპის მუნიციპალიტეტისთვის, ზოგადად საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის კულტურული ცხოვრებაში ქვეყნისა პრიორიტეტად. ძნელია ორ წინადადებაში, სამ წინადადებაში ითქვას ეს, მაგრამ თავარი რა შეიძლება იყოს? იცით, კასპის მაგალითზე, აი ტურიზმის ჩამოყალიბება, ეს ძალიან სერიოზული თემაა და ალბათ მოვა ის საზოგადოება, ის მთავრობა, რომელიც ალბათ იზრუნებს. ახლა რამდენჯერმე იყო მცდელობა, მაგრამ ვერ გაკეთდა. ახლა ეს რისი ბრალია და ვისი ბრალია, მე არ ვიცი. მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ აუცილებლად ეს სფერო უფრო წინ, იმიტომ რომ ჩვენთან არის სამაგისო ნიადაგი და შესაძლებლობა, რომ ტურიზმი უნდა ჩამოყალიბდეს. მაინც კულტურის IP-ებს შევეხები, იცით რა არის? ეს ერთ ადგილზე არ უნდა იყოს თავმოყრილი. მარტო კასპში არ უნდა მუშაობდნენ ეს სპეციალისტები, უნდა ადგილზე, სოფლებში უნდა გავიყვანოთ. ქოლგისებური გაშლა უნდა გავაკეთოთ. საველე სამუშაოები უნდა გავაკეთოთ, იცით რატო? კასპში რომ სპეციალისტი ზის, იმან არ იცის თელიანის ისტორია. ბევრმა კი ისედაც არ იცის და შეიძლება დირექტორმაც არ იცოდეს და კულტურის სამსახურის უფროსმაც არ იცოდეს, რამდენი მუზეუმია რაიონში და ის სტიქიურად მოქმედებდეს და რა ვიცი, უფალს შევთხოვდა მთავრობას, რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინოს და ადგილზე გაშალონ სპეციალისტების მუშაობა. შეიძლება ჩამოყალიბდეს თითოეულ სასოფლო ტერიტორიულ ორგანოში, რამდენიმე სპეციალისტი დაჯდეს, თითოეული IP-ის წარმომადგენელი და იცით რა არის, ადგილზე რო იქნებიან ესენი, სხვანაირად მოიტანენ პრობლემას. რა თქმა უნდა, პრობლემას სხვანაირად შეისწავლიან. ლამისყანელის რო დავალებული აქვს დოესის ისტორიის გარკვეული რაღაცა ღონისძიებები და ის ცოტა უხერხული არის, იმიტომ რომ დოესელმა უკეთესად იცის და აი ის შენჩემობით რომ არ იქნება დასაქმებული. მხოლოდ პროფესიონალი კადრი რომ იქნება აყვანილი და გათვალისწინებული რომ იქნება იმ სოფლის ისტორიაც, კულტურული მემკვიდრეობაც, მისი წარსულიც და მომავალიც ჩვენ ქვეყანას ნამდვილად ეშველება. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა თქვენ. მაყურებელს დავემშვიდობები მომდევნო კვირამდე. კარგად გრძანდებოდეთ.